რასაც ჩვენ დღეს ფსიქოლოგიის სახელით ვლაპარაკობთ, ის ძალიან დიდი ხანია ნათქვამია უკვე რელიგიაში. რელიგიაში ვიმეორებ და არა კონკრეტულ რომელიმე რელიგიაში, ხო, მიმართულებაში რელიგიის. არაფერი ახალი არ არის, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი დიდი ხნის ნათქვამია. აი, მე რაზეც მუშაობ, უფრო შინაგანი ბავშვი, მოდი ამაზე ვთქვათ. გადმოვიტანოთ გასაგებად. აი, მაგალითად 10 მცნება, ხო? ხითომა ჩვენგანმა ვიცით, გაგვიგია ერთხელ მაინც. რელიგიური ხარ, არა რელიგიური ხარ, ეს საერთოდ არ კავშირი ამასთან არ აქვს. გაგვიგია ასეთი ცნება, რომ ერთ-ერთი, რომ მოკლედ პატივი ეცი შენ მშობლებს, ახლა სიტყვით რომ არ ვიმეოროთ, ხო? პატივი ეცი შენ მშობლებს. დააკვირდე როგორი სიღრმეა? რას ნიშნავს პატივი ეცი შენ მშობლებს? ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება შენი მშობელი, როგორც მშობელი, არ მოგწონდეს. არ მოგწონდეს მისი აღზრდის სისტემა. საშინელება ყოფილიყო ის მეთოდი, რომელსაც ის შენთან აღზრდაში იყენებდა. შეიძლება გცემდა, შეიძლება გამცირებდა, ასე შემდეგ. მოკლედ, შეიძლება ის იყოს საშინელი მშობელი ან და მშობლები. და მიუხედავად იმისა, ამ ყველაფრის შენ მას სემპატივს და რატომ იცი? და აქაც არის თავისი აზრი, რატომ? ვისაც მშობელთან კონფლიქტი ჰქონია ან და აქვს, მხოლოდ ის გაიგებს, რა საშინელებაა ეს. მხოლოდ მას შეუძლია გაიგოს, რა ვერაფერი ვერ შეედრება მშობელთან კონფლიქტს. განგრევს მთლიანად. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მიგდის სხვა სოციალურ ურთიერთობებში საქმე, სამსახურში, მეგობრებში, ქმარში, ცოლში, როდესაც მშობელთან გაქვს კონფლიქტი, ეს ყველაფერი მთლიანად შენ განგრევს. ვერაფერზე ვერ კონცენტრირდები. იმიტომ რომ ბიოლოგიური ფაქტორიც არის და თან ის რომ ეხლა მეგობარს, ქმარს, ცოლს, თანამშრომელს შეიძლება დაშორდე, ხო, აღარ ნახო, მაგრამ მშობელთან ეს ვერ ხდება. იგივე მე ძალიან ბევრჯერ მინახავს ადამიანები, რომლებიც მშობლებს არ ელაპარაკებიან უკვე მრავალი წელია, 20-30 წელი. მაგრამ პირველი რაც არის ხოლმე პრობლემის დასახელება ის რომ მე დედაჩემს არ ველაპარაკებ, მამაჩემს, ეს ძალიან ანგრევს ადამიანს. ასე რომ აი ზუსტად ის რომ პატივი ეცი შენს მშობლებს. აქ არ არის ლაპარაკი, არ გეუბნ იმას რომ გიყვარდეს და რაღაცა გააღმერთე და გაგიშტი, არა. სიყვარული ხო ძალიან ისეთია, ხო, გულთან და ეხლა თუ ადამიანი მთელი ცხოვრება ცუდად გექცეო და ის თავის თავად რანაირად უნდა გიყვარდეს. ეხლა მესმის ზოგი კომენტარი იქნება, რომ როგორ არა მაინც უნდა გიყვარდეს და ასე შემდეგ. კაი, გიყვარდეს როგორც გინდა, მაგრამ აქ ჩვენს პატივის ცემაზე ვლაპარაკობთ, ეს იმაში და მე შეიძლება ადამიანი არ მომწონდეს. მაგრამ მიუხედავად იმისის, როგორია ის ჩემი მშობელია და მე მას ვცემ პატივს, ხომ? და აი ეს პატივი ეცი შენს მშობელს, ეს ჯანმრთელობაა, ეს სიჯანსაღე, რატომ რომ ეს ისევ შენთვის არის კარგი. ასევე ერთი რაღაცა, რომელიც ფსიქოლოგიაში ძალიან პოპულარულია, უნდა ვთქვა, და ამას ქვია მადლიერება. აი ჩვენ ვისმენთ, რომ იყავი მადლიერი. ესეც რელიგიიდან მოდის. რატო? მადლიერებაში რატო უნდა ვიყო მადლიერი? მადლიერების დროს ხდება ბიოქიმიური ცვლილებები. ადამიანი თავს გნობს უკეთესად. ენდორფინი, დოპამინი, ეს ოღონდ მადლიერების კუთხით, მადლიერება ასე არ არის, ახლა არ გატყდება თავზე. მადლიერება სჭირდება ვარჯიში, გამომუშავება. აი რელიგიურ ადამიანს კი ეს უკვე სისხლში აქვს. მან იცის, რომ აი იგივე მადლიერი იყოს ყოველი დღის. აი იგივე ხა ძალიან უცბად გამახსენდა. ფსიქოლოგები მე მათ შორის ერთ-ერთი ვიძახი ხშირად რომ ახლა და ამჟამად და ეხლა ბედნიერება და ხო გაგიგედეს რაღაცა მარკეტინგული სიტყვები. საიდან მოდის? ესეც რელიგიური. და რომელია ხა? ეს იგივე ხა ვისაც ერთხელ მაინც გაუგია მამაო ჩვენო. ერთხელ მაინც გაუგია, მოусმენია. რა სიძახის იქ? მომეც პური მე დღესო. დღეს მომეციო, ხვალ კი არა უკაც. ერთი კვირის მერე კი არ მომდა. ან გუში რომ მომეცი, მადლობა ამის კერე, დღეს მომეციო, ხო? დღეს. ანუ აქ არის სიჯანსაღე. ეს არის ყველაფერი. ადამიანი, რომელიც შეიძლება მე აქ ვლაპარაკობ ოღონდ რელიგიურზე, არა ფანატიკურზე. ეხლა მე ჩემი მსმენელია მიხვდება რა ვიზეც ვლაპარაკობ. არა, იმაზე რომ ვიღაცა ფანატიკოსი, არა. იგივე ფანატიკოსი. აი, მოდი ესეთ რაღაცა ვთქვათ. აი, იგივე 10 ცნებაში ერთ-ერთი მგონი მეორეა, რომ არ გააკერპო არავინო რა. აი, იგივე პარტნიორ შორის ურთიერთობებში რა პრობლემაა? ახლა გადმოვათარგმნეთ და პარტნიორ შორის ურთიერთობები მიჯაჭვულობა, ემოციური მიჯაჭვულობა. ემოციური მიჯაჭვულობა ხო ეგ არის. ეთაყვანო ვიღაცას.
და ეგეც არა ჯანსაღია. და ამაზე დადიან ფსიქოლოგთან, ხო? მე ძალიან ამაზე ჩემი ერთ-ერთი სამუშაო თემა, მიჯაჭულობა. და პირდაპირ იგივე წერია იქ, რომ ეს არისო ცუდიაო. რატო არის ცუდი ეს? ხო, ცოტა სხვანაირადაც. რატომ რომ ამ დროს შენს თავს კარგავ. თავისუფლებას კარგავ. ხო ესეა? თავისუფლებას როდესაც კარგავ და ეთაყვანები სხვას, შენ ჯანსაღი ვერ იქნები. ერთ-ერთი კიდე, აი მაგალითად, ახლა და ამჟამად თქვი, ხო? რომ იგივე ახლა და ამჟამად არის ბედნიერება. აი ხა მე ძალიან მიხარია ამ ვიდეოს რომ წერ. მე რო ვიფიქრე ხლა ამ ვიდეოს რა მოყვება, როდესაც ავტვირთავ, ვის მოეწონება, ვის არ მოეწონება. ვინ რა კომენტარზე და საერთოდ ჩათვალეთ რომ აი ხლა დავაჭერ ამას და შემეშინდება გავიქცევი, ხო? მაგრამ მე აი ამ წუთას ვიღებ სიამოვნებას თქვენთან ვლაპარაკით. ასევე პატიება, ხო, რელიგიურია, გვეუბნება რელიგია რომ აპატიე. რატო იგივე ფსიქოლოგიაში. პატიება რა არის? თუ არ აპატიებ რა დაგაქვს? ბრაზი, ხო? ხო ესეა. სევდა. ვის ჭამს ეს სევდა? სევდა რა არის? ტანჯვა, ხო ესეა? ტანჯვა ეს ხო ცოდვაა, ცოდვასაც ხوار ეძახიან რელიგიური კუთხით. ხო? ეს არის, როდესაც შენ გძულს საკუთარი თავი, ხო? ჭამს საკუთარ თავს და ბოღმა გახრჩობს. და პატიების დროს რა ხდება რელიგიაში პატიება, ხო? აქ ჩვენთან გაშვებას რო ეძახიან, მე არ მოყვარს ეს თქო, მაგრამ ხო, გაუშვა. იგივეა. რომ როდესაც მე თუ ადამიანს ვაპატიებ, რამდენჯერ თუ ვაპატიებ, ახლა რამდენჯერ და მანდაც ხოა მე 77 ჯერ, ანუ უსასრულოდო რა, აი გეუბნება. ხო, იგივე ბიბლიურადაც. რამდენჯერ ვაპატიო და რამდენჯერაც საპატიებელი იქნება, იმდენჯერ ვაპატიო. რატომ? რისთვის? იმიტომ რომ შენ გადარჩე, იმიტომ რომ შენ იყო კარგად. იგივეა ფსიქოლოგიაში. ოღონდ აქ ფრთხილად ვაპატიო და იგივე შეცდომები დავუშვა, ამას ეს არ გულისხმობს. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ რომ მემაწყენინე, მე გაპატიებთ, ამას შეიძლება არ დავივიწყო, ეს რთულია საკმაოდ დავიწყება. აღარ მქონდეს ეს როგორც იძახიან ხოლმე ესეთი ბოღმა აღარ მქონდეს, იმიტომ რომ ისევ შენ დაგანგრევს ამას და შეიძლება შენთან აღარც მქონდეს არანაირი ურთიერთობა, მაგრამ შენ თავი დაგანება, ხო? მაგრამ ის ბოღმა რო ოხრა გამიკეთე, რატომ? იმიტომ რომ ისევ იმარებ, ისევ შენ დაგანგრევს. იგივეა რელიგიაშიც, ხო? იგივე, ჩვენ ვიცით რომ ღალატი, აი რაღაცა ემოციური ღალატი, სექსუალური ღალატი, ესეც ცოდვაა. ოღონდ ვის ეხეთ ცოდვა, ხო, ცოდვა უკვე რელიგიური კუთხით, ფსიქოლოგიური კუთხით განგრევს. ვისაც უღალატია, მეგობრისთვის უღალატია, მეუღლისთვის უღალატია, რამშობა, სამშობლოს, მან ის ყველაზე მეტად იტანჯება თვითონ. ის კი არა, ვისაც უღალატა, ის იმას გადაუვლის მალე, არამედ თვითონ. რატომ? იმიტომ რომ ეს დიდი სევდაა ძალიან. ამის გადამუშავება ვერ ხდება. იგივე, აი ძალიან თანამედროვე ახლა გახდა თანამედროვე, თუ ეს დიდი ხანია. აი იგივე ეკლესიაში ერთად მღერიან. რატომ მღერიან ერთად? გალობა რას ემსახურება? სიმღერას, გუნდურად სიმღერა რა არის? გუნდური სიმღერის დროს ხდება ბიოქიმიური ცვლილებები, აქტიურდება ბედნიერების ჰორმონები. იგივე თერაპიის ერთ-ერთი მეთოდია. რომელიც ძალიან პოპულარულია შვეიცარიაში, გერმანიაშიც მე ვარ, იაპონიაში, ესე ერთად სიმღერა. გადიან ერთად და მღერიან. ახლა მოიგონა ვიღაცამ აი ახალი მეთოდია, მაგრამ და ახალი მეთოდი კი არა, რაც ეკლესია და რაც რელიგია იქიდან არსებობს ეს მეთოდი. ხო? ან და იგივე ოჯახებში რო ერთად მღეროდნენ თუ გახსოვთ, აი ძველ ფილმებში, რატომ მღეროდნენ? იმიტომ რომ გუნდურობას აჩვენებს სიმღერის დროს საოცრებები ხდება. აი ეს არის ზუსტად იმიტომ რომ სიმღერის დროს კარგად ხდები. თავს გრძნობ იმ ადამიანებთან კარგად. და შენ გახარებს. ასე რომ ძალიან დიდი კავშირია რელიგიას და ფსიქოლოგიას შორის და ადამიანი რომელიც არის რელიგიური, ოღონდ ისე ვიმეორებ, ჯანსაღად თავისთვის, ხო? ჩათვალე რომ იმას ძალიან კარგი ფსიქოლოგიური ცხოვრება აქვს. აბა თქვენთიც ცით და გისურვებთ ჯანსაღ ცხოვრებას.